მილიარდერი, რომელიც გაიზარდა გაჭირვებაში. ესეთი ისტორიები ბევრი ხსმენია. ზოგი გაჭირვებიდან წამოვიდა, რაღაცა სპორტით დაკავდა, მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს და ფული იშოვა. ზოგმა სწავლა დაიწყო და განათლებით მიაღწია თავის წარმატებას, მაგრამ დანა ვაითი არც ერთ ამ შემთხვევას არ ეხება. ის სკოლიდანაც არის გამოგდებული რამოდენიმეჯერ და უნივერსიტეტიც არ აქვს დამთავრებული. ასევე სპორტში დიდი არაფერი არ გაუკეთებია. მას აქვს უბრალოდ დარწმუნების ნიჭი და ის არის ძალიან კრეატიული. დღეს გაგაცნობთ დანა ვაითის ისტორიას, რომელიც არის ძალიან სამოტივაციო ბევრისთვის, ვისაც უნდა ნულიდან შექმნას რაღაცა სასწაული. დეინა ფრედერიკ ვაითი, ცნობილია როგორც დანა ვაითი, დაიბადა 1969 წელს მანჩესტერში. გაჭირვებულ ოჯახში ვაითის დედის მხარე ირლანდიიდან არის. მამამისი ჩვეულებრივი ლოთი იყო, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა ბავშვების აღზრდაში. დედამის ჯუდის უწევდა სულ მუშაობა, რომ არ დაეტოვა მშივრები დანა და თავისი და. ის ეკნათ მუშაობდა და ზოგჯერ 2-3 დღითაც უწევდა წასვლას მენაში. ტოვებდა ბავშვებს მარტო სახლში. ერთ-ერთ ინტერვიუში დანა იხსენებს ბავშვობას და იძახის, რომ სწორედ ამ პერიოდმა ასწავლა მას, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და სხვისი იმედი არასდროს არ უნდა კონდეს. როდესაც დანა მესამე კლასში იყო, ოჯახი გადადის საცხოვრებლად ლას-ვეგასში. იქ უფრო მეცუხდნენ ექნებს, ამიტომაც ჯუდიმ გადაიყვანა ამ ქალაქში თავისი შვილები და შეიყვანა კათოლიკურ სკოლაში. სწორედ აქ 9 წლის ასაკში დანა გაიცნობს თავის კლასელს ლორენცო ფერტიდოს, რომელიც მომავალში დანას აქცევს მილიარდერად. სკოლაში დანა ძალიან ცელკი იყო, არ სწავლობდა, აცდენდა გაკვეთილებს და მუდამ ეხვეოდა შარში. ერთხელ ის სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ ამწარებდა მონაზონ მასწავლებელს. სკოლაში ოთახის დიდი კარები იყო, რომელსაც სიცხის გამო მასწავლებლები ღიას ტოვებდნენ. ხო და ერთხელ საპირფარეშოში მივდიოდი და მთელი ძალით ფეხი ვტენე ამ კარებს. მე კი მივიმალე, მაგრამ მასწავლებელმა ისე გაჭედა, რომ ის გაკვეთილი ჩაიშალა. ეს ისე მომეწონა, რომ თითქმის ყოველ დღე ვიმეორებდი, ამას სანამ არ დამისადგავეს, ამის მერე რა თქმა უნდა გამაგდეს. მეორეჯერ დანა სკოლიდან იმიტომ გარიცხეს, რომ მან დაინახა როგორ აწვალებდა ვიღაცა ბიჭი ბაყაყს. დანამ ისე სცემა, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ გამოიძახა სასწრაფო დაზარალებულისთვის. პატარა ყაჩაღი კი გააგდეს სკოლიდან. დანას გამო დედამისმა არაერთხელ შეცვალა საცხოვრებელი ადგილი და ქალაქი. 17 წლის ასაკში ვაითი იწყებს ვარჯიშს კრივზე და ერთ წელიწადში იღებს წარმატებულად მონაწილეობას სამოყვარულო ტურნირებში. რამოდენიმე მოგებული ბრძოლის შემდეგ დანა ისახავს მიზნად გახდეს პროფესიონალი მოკრივე, მაგრამ იცვლის თავის ას, როდესაც მას კლუბში ხვდება ვიღაცა მთვრალი 30 წლის მოკრივე. ჩვენთან დარბაზში შემოვიდა ვიღაცა 30 წლამდე მოკრივე. ის ნასვამი იყო და ბევრი თქმისგან მას სახე ისეთი ჰქონდა, თითქოს ის 80 წლის იყო. უცებ ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილზე და ის ზუსტად მაგ დღეს გადავიფიქრე პროფესიონალური კრივი. სკოლის დამთავრების მერე დანამ ჩააბარა, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში და პირველივე სემესტრი ვერ გადალახა, ნიშნები ვერ აიღო და გამოუშვეს უნივერსიტეტიდან, მაგრამ მას კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა სწავლის, სულ სხვა უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ იქაც პირველ სემესტრს ვერაცდა. ვაითი მაგ დროს ბოსტონის ყველაზე კრიმინალურ უბანში ცხოვრობდა. ირლანდიელების უბანს ეძახდნენ მათ და ზუსტად მან დაყროვდა ერთ კრუზე დანა. სხვათა შორის პრესკონფერენციებზე სულ ყოველთვის გვინახია, როგორ უჭირავს ხელი ყურზე, თავზე, სულ ყოველთვის ტკიოდა და სულ ახლა ხანს რამოდენიმე წლის წინ ოპერაცია გაიკეთა და როგორც იქნა ეშველა. ერთხელ ბარში ჩხუბი მომივიდა, სადაც ბევრი ადამიანი დამესია, ალბათ ერთი 20 წუთი მცემდეთ, სანამ არ მოვიდა პოლიცია. მახსოვს ერთ მომენტში მუხლებზე ვიდექი და ვიღაცა ახვარი ყურში მირტყავდა. რავი, ერთი ალბათ 1000 ჯერ მაინც დამარტყა, ერთი და იგივე ყურში. იმის ტრაკიც არ მქონდა მეორე ყური შემეშვირებინა, რომ ცოტა თანაბრად გამენაწილებინა დაზიანება. ხო და ამის მერე მე დავყრუდი ერთ ყურზე. ვაითი უსაქმურად არასდროს არ იყო, სულ ყოველთვის რაღაცაზე მუშაობდა, აი ასფალტის დაგებაზეც მუშაობდა, ბარმენათაც მუშაობდა, კლუბში დაცვაში მუშაობდა და ბოლოს ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს კარისკაცი გახდა, უღებდა კარებს სტუმრებს, ეხმარებოდა ბარგის წაღებაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში უხდიდნენ $70,000 და მაგ დროისათვის ეს ძალიან კაი ფული იყო. ეს სამსახური კაი ფულს მიტოვებდა, მაგრამ მე საერთოდ არ ვიყავი ბედნიერი. ერთხელ სამსახურში ვარ და უცებ გავიფიქრებ, რა მინდა აქ საერთოდ. ამის გაკეთება ნაღდათ არ მინდა მთელი ცხოვრება. ეგრევე ყველას უთხარი რომ მივდივარ. ერთმა მკითხა სადაპირებო მუშაობასო, მეთქი საბრძოლო ბიზნესში და გამოვიხურე კარები. ერთადერთი დანას რაც აბედნიერებდა ეს იყო კრივი და შერეული ორთაბრძოლები. ერთ-ერთ დარბაზში მან გაიცნო ერთი ბიჭი, პიტერ უელჩი და მაგასთან ერთად გახსნა თავისი სექცია. ანუ კრივის სექცია პრობლემური და ცელკი ბავშვებისათვის. ამ პროგრამაში ჩვენ მოვარჯიშებდით ყველას ერთად, აფროამერიკელებს, ლათინოებს, იტალიელებს, მოკლედ ყველას. თითქმის ყველა სპარინგი
იგი ხელჩართული ომით მთავრდებოდა. ზოგი მეორე დღეს ბიტით მოდიოდა, ზოგი უფროსი ძმაკაცები მოყვებოდნენ და ყოველ დღე გვიწევდა ამათი გაშველება. დანამ ცოტა ფული რომ შეაგროვა, დაიწყო მუშაობა ტრენერად, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რის ტრენერად. აერობიკის ტრენერად. დანა უაითი იყო აერობიკის ტრენერი. მან თავისი კრივის ელემენტები დაუმატა აერობიკის ვარჯიშებს და სახლზე გამოძახებით ფულიან ხალხთან დადიოდა და კერძოთა ვარჯიშებდა. საქმე ისე კარგად წავიდა, რომ მერე მან აიყვანა სხვა მწვრთნელები, რომლებიც გადაამზადა და უკვე თავისი დარბაზი გახსნა და თავის დარბაზში ამზადებდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამ საქმით. ერთხელ დარბაზში ორი ტიპი შემოვიდა. გარტყმაში არ ვიყავ ვინები იყვნენ. მითხრეს რომ ბოსტონში ყველა დაწესებულება ფულს იხდის მათთან და არც ეს დაწესებულება იქნებოდა გამონაკლისი. იმ მომენტისათვის უაიტი მართლა გარტყმაში არ იყო ვისი ხალხი იყო და ეს იყო ყველაზე მაგარი მაფიოზის, რომელსაც მთელი ბოსტონი ხელში ეჭირა, მას ერქვა ჯეიმს ბალჯერი. ის მართლა დაუნდობელი იყო და აი რაღაცა სასწაული ტიპი იყო, რომელზეც ლეგენდები დადიოდა და სხვათა შორის ფილმიც გადაიღეს შავი მესა, ვისაც გინახიათ, სადაც თამაშობს ჯონი დეპი. მოკლედ დანა უაიტმა დაიკიდა მაგათი შემოთავაზება, თავისთვის ცხოვრობდა, სანამ ერთი დღე არ დაურეკეს. დამირეკეს და მეუბნევიან გამოვივლით ყოველთვეო და $2,500 დაგვახვედრეო. $2,500 მაშინ იყო $25,000 ეკვივალენტი. მე ამ ხელა ფულის ყოველთვე გადამხდელი ნამდვილად არ ვიყავი. მე ვკითხე, თუ ვერ ვიშოვე ეს თანხა, მაშინ რა მოხდებოდა, რაზეც მოკლედ მიპასუხეს გაიგებო. მაგ დღესვე დავტოვე ყველაფერი, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და ლას-ვეგასში მოვხიე. ლას-ვეგასში დანა დაქორწინდა ენ სტელაზე, რომელსაც იცნობდა უფროს კლასებში და მათ გაუჩნდათ 3 შვილი, 2 ბიჭი და 1 გოგო. სხვათა შორის უფროსი ბიჭი კრივით არის დაკავებული, ძალიან გატაცებულია და პროფესიონალურ კარიერაზე ფიქრობს დღესდღეობით. მეორე ბიჭი კი ამერიკულ ფეხბურთს უბერავს. ერთ დღეს მეგობრის ქორწილში დანა უაიტს ხვდებიან თავისი ძველი მეგობრები, თავისი კლასელი, ფრენკი და ლორენცო ფერტიდოები, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ მამამისის ბიზნესი ნევადის შტატში, აი კაზინოების ყველაზე მსხვილი ქსელი. მაგრამ დანა უაიტი მაგ მომენტისათვის საერთოდ უკაპიკოთ იყო. ჩვენ ერთად ვარჯიშობდით კრივზე და მე მოგვიანებით დავამატეთ ჯიუ-ჯიტსუს ვარჯიშები. თავისუფალ დროს UFC-ს უყურებდით და ერთ-ერთ დღეს დავესწარით კიდევაც ტურნირს. იქვე საუბრობდით, როგორ შეიძლებოდა ამ ორგანიზაციის განვითარება. ისე განვიხილავდით ამ ყველაფერს, თითქოს ეს ორგანიზაცია უკვე ჩვენი იყო. UFC-ს პრომოუშენი დაარსდა 1993 წელს და თავიდან მიზანი იყო სხვადასხვა სპორტის სახეობიდან აღებული სპორტსმენები ერთმანეთისთვის დაეჯახათ და ეჩხუბათ. გაეგოთ, რომელი სპორტის წარმომადგენელი უფრო მაგრად ჩხუბობს და ამ ყველაფერს დაარქვეს ბრძოლა წესების გარეშე. ამ ორგანიზაციაში ერთადერთი წესები იყო, არ შეიძლებოდა აი თვალების ჩაჭყლეტვა და კმენა. დანარჩენი აი ყველაფერი შეიძლებოდა. თმებიდან თრევა, ყურებიდან თრევა, რა ვიცი, მუხლით სახეში, ყვერებში ამორტყმა და ესეთი რაღაცეები. მეცაც გეტყვით. ამ ორგანიზაციაში არ არსებობდა რაუნდები. ამ ორგანიზაციაში არ არსებობდა წონითი კატეგორიები. ბრძოლა მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ერთ-ერთი არ გაითიშებოდა, ან ერთ-ერთი არ დანებდებოდა. ამ ორგანიზაციას ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ პიარი ვერ ვითარდებოდა, იმიტომ რომ ტელევიზიების უმრავლესობა ესეთ სისხლიან შოუზე უარს იძახდა. უაიტს ისე მოეწონა ეს სპორტი, რომ დაიწყო ამ სპორტის შესწავლა. ის გახდა 2 მებრძოლის მენეჯერიც ამ პრომოუშენში და ერთი დღე კულისებში გაიგო, რომ აი ბანკროტის პირას არის ორგანიზაცია და ყიდის ყველაფერს. მან ეგრევე აიღო ტელეფონი და ურეკა ძმებს ფერტიდოებს და უთხრა, რომ $2 მილიონ იყიდება ეს პრომოუშენი. და დანა უაიტს კიდევ მაგარი დარწმუნების უნარი აქვს და მოკლედ დაარწმუნა და 2001 წელს ძმებმა ფერტიდოებმა იყიდეს ეს ორგანიზაცია, დანიშნეს დანა უაიტი პრეზიდენტად და წილიც რა თქმა უნდა დანა უაიტი შეხვდა 9%. $2 მილიონ გამოდის ჩვენ ვიყიდეთ UFC 300 და ძველი ხის ოქტაგონი. ფლობელმა მოასწრო და გაყიდა ყველაფერი, DVD დისკებზე უფლება, კომპიუტერული თამაშები, საიტიც კი მიყიდა ვიღაცა კომპიუტერულ მაღაზიას. მოკლედ ყველაფერი რაც საჭირო იყო PR-ისთვის. ძალიან ბევრი ჩალიჩი მომიწია, რომ ეს ყველაფერი დამებრუნებინა კომპანიაში. იმ პერიოდში UFC 36 შტატში იყო აკრძალული და ერთ-ერთი სენატორი ჯო მაკკეინი სულ ცდილობდა, რომ ეს სპორტი საერთოდ აეკრძალა მთავრობას და რის გამოც ისეთი რეპუტაცია ჰქონდა ამ სპორტს და ამ ორგანიზაციას, რომ არც ერთი ტელევიზია მათთან არ თანამშრომლობდა. როდესაც სენატორ მაკკეინიმ UFC-ს უწოდა მამლების სისხლიანი ბრძოლა, ის ამაში ნამდვილად არ ცდებოდა. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ათლეტურ კომისიასთან, შემოვიღეთ წესები და წონითი კატეგორიები. მოკლედ ბრძოლა წესების გარეშედან შევქმნით სრულყოფილი სპორტის სახეობა.
ასეთი ცვლილების მერე UFC მოიპოვა დაშვება ჩაეტარებინათ UFC ნევადა შტატში. ეს იყო UFC 30 და მაშინ გამოვიდა Dana White და სიხარულით აცნობას უყველას რომ დარბაზი მთლიანად არის შევსებული. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ. ყველა ბილეთი გაყიდულია, ჩვენ 5000 მაყურებელი გვყავს. პრომოუშენს თავისი ძველი ცუდი სახელი მაინც შერჩა და ტელევიზიები არ თანამშრომლობდნენ მაინამაინც ამ ორგანიზაციასთან და 2020 წელს ორგანიზაცია იყო უკვე ბანკროტის პირას. ერთ დღეს მირეკავს ლორენცო და მეუბნება რომ აღარ შეუძლია ფულის ყრა ამ უპერსპექტივო საქმეში. მითხარიო, რამდენად შეგვიძლია შევაფასოთ ეს ბიზნესიო. ამ დღესვე გადაურეკე და უთხარი რომ 6-დან 8 მილიონამდე შეგვიძლია შევაფასოთ. ლორენცომ კაიო, ხვალ დაგიკავშირდებიო. ძმებმა ფერტიდოებმა ამ 1 წლის განმავლობაში 44 მილიონი დოლარი დაახარჯეს ამ ორგანიზაციას. გახადეს ეს სპორტი ლეგალური, ჩაატარეს რებრენდინგი, ბევრი რაღაცა გააკეთეს, მაგრამ ეს საქმე მაინც მინუსებში მიდიოდა. ლოგიკურია რომ რა თქმა უნდა იტყოდნენ უარს და დაეხურათ საერთოდ UFC, მაგრამ აი ძალიან მაგრად ჯეროდათ Dana White-ის ის იყო მათთვის აი როგორც ოჯახის წევრი. 44 მილიონის აგებაში რომ წავედით, ეს უფრო ჩემბრალი იყო. მე დავარწმუნე ისინი ეს საქმე დაეწყოთ, მაგრამ ძმებმა ერთხელაც კი არ მისაყვედურეს. ხო და აი მეორე დღეს მირეკავს ლორენცო და მეუბნება: "კიდიაო, მიაწექი ბოლომდეო, ჩვენ ისევ თამაში ვართო." დანამ დაიწყო ფიქრი თუ როგორ უნდა გაეხადა UFC ძალიან პოპულარული და მოაფიქრდა reality show Ultimate Fighter, სადაც აგროვებდა მებრძოლებს და წამყვანი მებრძოლების და ჩემპიონების მეთვალყურეობის ქვეშ ატარებდა ამ გადაცემებს და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა უკვე ამ ყველაფერს ტელევიზია. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით რომ reality shows გავუშვებდით. მე ძმებს კიდევ თხოვე ფული ამ პროექტისთვის. ეს საქმე რო არ გამოსულიყო კომპანიას და არხეული ქონდა. და აი ამ პროექტმა გაამართლა. ამ reality shows რამოდენიმე თვეში უყურებდა უკვე მილიონი ადამიანი და ყველაზე საკვანძო მომენტი UFC-ის განვითარებაში 2005 წელს მოხდა, როცა Ultimate Fighter-ის პირველი ფინალი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ფორესტ გრიფინი და სტეფან ბონარი. ანუ ამ reality show-დან აღებული ორი ფინალისტი, რომელიც რა თქმა უნდა მოგების შემთხვევაში აიღებდა UFC-ის კონტრაქტს. ეს ისეთი მაგარი ჩეხაობა იყო, რომ მარტო იმ საღამოს რამოდენიმე 1000 მაუწყებლობა გაიყიდა ამ ტელეკომპანიაზე და ეს ტელეკომპანია რა თქმა უნდა ეგრევე მივარდა Dana White-თან და გააფორმა ახალი ხელშეკრულება და სპონსორებმა უკვე დააყარეს და დააყარეს. ყველა ბრძოლა ძალიან სწრაფად დასრულდა. ჩვენ ამ შერკინების იმედი გქონდა და მოლოდინმა გაამართლა. მაგ დღეს ჩვენ გვიყურებდა 12 მილიონი ადამიანი. ჩვენ ყველა მოვითათბირეთ და ვთვლით რომ ამ ბრძოლაში თქვენ ორივე გამარჯვებულები ხართ. თქვენ ორივე მიიღებთ მონაწილეობას UFC-ში და ორივეს გიფორმებთ 6 ნიშნა კონტრაქტს. ტელევიზიამ იმ დღესვე იქვე გაგვიყვანა პარკინგზე და გაგვიფორმა reality show-ს ხელშეკრულება მეორე სეზონზე. მათ ისე ეშინოდათ რომ ჩვენ სხვა ტელევიზიებთან ვითანამშრომლებდით რომ ხელი რაღაცა ხელსახოძე მოგვაწელინეს. ამ ყველაფრის მერე UFC იწყებს განვითარებას ძალიან სწრაფად. საკუთარი შოუები, ტელეგადაცემები, ვიდეო თამაშები და ასე შემდეგ. პარალელურად იაპონიაში არსებობდა ესეთი ორგანიზაცია, ყველას გახსოვს Pride, რომელიც იყო მთავარი კონკურენტი UFC-ს. მაგრამ მაგათ კრიშავდნენ იაკუძას სასტავი, აი ყველაზე გიჟები რომლებიც არიან და კრიშავდნენ რატო? იმიტომ რომ თავიანთ ფულს ათეთრებდნენ ამ ორგანიზაციაში და მაგრად მიდიოდა ეს ორგანიზაცია, მაგრამ ეს ამბავი იაკუძა რო ფულს ათეთრებს მაგაში გაბაზრდა და უკვე ტელეკომპანიებმა რო გაიგეს ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, შეუწყვიტეს მაუწყებლობა და პიარი და ორგანიზაციას დაერხა. რა თქმა უნდა, ვინ გაიჩიტა მაგდროს, ვინ იყიდიდა ამ ყველაფერს, ისევ Dana White. 10 მილიონი დოლარი გადაიხადა Dana White-მა ამ ორგანიზაციაში, იყიდა ყველაფერი და რა თქმა უნდა, იყიდა პირველ რიგში ვიდეოები. ყველაზე ჭკვიანური რა გააკეთა Dana White-მა ამ შემთხვევაში. მან აიღო და ეს ვიდეოები ტელეკომპანიებთან შეთანხმდა და ყოველ საღამოს ამ ვიდეოებს უშვებდა. Pride-ის ჩხუბებს უშვებდა, UFC-ის ჩხუბებს არა. შეაყვარა ხალხს MMA, დიდი პოპულარიზაცია გაწია, თან გახსოვთ Pride-ი რა მაგარი ჩხუბები იყო და უკვე ამ ყველაფრის მერე შაბათ-კვირას, როდესაც UFC ატარებდა თავის პირდაპირ ეთერებს, ამ პირდაპირ ეთერებს ყიდულობდა და ამ სპორტზე შეყვარებული ხალხი, რა თქმა უნდა, უკვე UFC-ის პირდაპირ ეთერებს ყიდულობდა. რა თქმა უნდა, UFC-ის ბიუჯეტი იზრდება და იზრდება, მაგრამ შემოსული თანხით რას აკეთებს Dana White? Dana White იღებს და კონკურენტუნარიან პრომოუშენებს, როგორც არის Strike Force და კიდევ ძალიან ბევრი პრომოუშენი, ყიდულობს და რაც თავარია ყიდულობს მაგათ ვიდეო მასალებს, რომლებსაც ყოველ კვირა დებს, როგორც წეგან ახსენით, მაგ სქემით მუშაობს და მერე თავის პირდაპირ ეთერებს ყიდის. UFC-ის ბიუჯეტი უკვე მილიონებზე აღარ იყო ლაპარაკი, UFC-ის ბიუჯეტი გაიზარდა, აქ უკვე იყო საუბარი მილიარდებზე. Dana მოიქცა ჭკვიანურად და დაიწყო სხვა ქვეყნების მებრძოლების გაპიარება. სიტყვაზე ვთქვა, ავიღოთ
ვსწავლოთ ბრაზილია, სადაც 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მან დაიწყო მათი გაპიარება და აი ჟოზე ალდომ და ანდერსონ სილვამ მაგალითად მარტო ამ ორ ადამიანმა უამრავი პირდაპირ ეთერი გაყიდეს. მაგალითად მაგრეგორმა გაუღო ირლანდიის კარები UFC-ს, სირილ განმა გაუღო მაგალითად საფრანგეთს, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსეთის კარები გააღო და მთელი ისლამური ქვეყნების და აი მთელ მსოფლიოს მოედო UFC და დღესდღეობითაც რა ვიცი ნებისმიერ მსოფლიოში ნებისმიერ წერტილში ყველა მიცის რა არის UFC. 2016 წელს ძმებმა ფერტიდოებმა მოულოდნელად გადაწყვიტეს UFC-ს გაყიდვა და 2 მილიონად ნაყიდი კომპანია გადაწყვიტეს გაეყიდა $4 მილიარდ და გამოჩნდა ისეთი ტიპი ვინც იყიდა $4 მილიარდ. ეს იყო უმსხვილესი შოუ ბიზნესის და სპორტის კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდა არი ემანუელი. მიყიდეს ეს კომპანია $4 მილიარდ. რა თქმა უნდა, დანა ვაითი ძალიან მაგარ გატეხილში იყო, რომ ვეღარ იმუშავებდა თავისი ბავშვობის ძმაკაცებმა, მაგრამ ძმებმა ფერტიდოება გაყიდვის დროს დაუყენეს ესეთი პირობა, რომ ეს კომპანია თუ გაიყიდებოდა, წილი ერგებოდა მარტო დანა ვაითს $300 მილიონი, ასევე ის დარჩებოდა პრეზიდენტის პოზიციაზე და ალბათ მისი შვილიც იქნება და შვილიშვილიც, ანუ დანა ვაითი მაგ პოზიციიდან არასდროს არ წამოვა, ასევე ხელფასი ექნებოდა წელიწადში $20 მილიონი და რაც თავარია, ამ კომპანიის ის 9%-იანი წილი უნდა დარჩენოდა. და ესეც მოხდა. და აი ყველაფერი მიდის იდეალურად კომპანიაში, მაგრამ დგება 2020 წელი, დგება პანდემია, კორონავირუსი, საერთოდ ყველა ორგანიზაცია ჩერდება და რა თქმა უნდა სპორტს ყველაზე მაგრად შეეხო, ყველას გახსოვთ, ყველა ღონისძიება გაჩერდა. დანა ვაითმა აქედანაც იპოვა გამოსავალი, რამაც გახადა UFC-ს კომპანია, აი მსოფლიოში უპირობო ლიდერი. გახსოვთ ძველი ფილმი Mortal Kombat? ჩემი თაობა მაგალითად ამაზე გაიზარდა. მოკლედ სიუჟეტი ვითარდება ტურნირის გარშემო, რომელიც ტარდება კუნძულზე. ამ კუნძულზე არჩევენ მთელი მსოფლიოდან ყველაზე მაგარ მებრძოლებს, ადამიანებს, რომლებიც შეერკინებიან სიბოროტეს, რა ვიცი, რაღაცა მონსტრებს და ამ ბრძოლაში საბოლოო ჯამში ადამიანები იგებენ. ზუსტად ესე დანა ვაითმა დაამარცხა გლობალური სიბოროტე პანდემიის სახით. მან ეგრევე ამოქმედა თავისი კონტაქტები შეიხებთან, აყიდინა უმაგრესი კუნძული და რა ვიცი, დაიქირავა ექიმები, სანიტარიული ნორმები იყო მან იდეალურად დაცული და Mortal Kombat-ის ფილმი მან გააცოცხლა. წარმოიდგინეთ, მაგ პერიოდში ყველა იჯდა სახლში, არანაირი სპორტული ღონისძიებები არაფერი არ ტარდებოდა, ტოტალიზატორებიც კი არ მუშაობდნენ, იმიტომ რომ არ იყო ისეთი რაღაცა, რაზეც შეგეძლო დაგედო. მაგრამ UFC მუშაობდა ონლაინ. რა თქმა უნდა, ყველა ვინც იყო სახლში და ცოტათი მაინც უყვარდა სპორტი, ყიდულობდა ამ ტრანსლაციას. ასევე ყველა ტოტალიზატორების რიგი დადგა UFC-სთან და აი ესეთი მუშაობით მან თავისი კომპანია, როცა ყველა კომპანია ინგრეოდა მთელ მსოფლიოში, გააცოცხლა კი არა, ნომერ პირველი გახდა. 2022 წელს რუსეთი იწყებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და აი მთელი მსოფლიომ რუსეთი დაბლოკა. ოლიმპიადაზეც დაბლოკა, სანქციები დაადო, დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჭკვიანი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მაგარი საშუალება იშოვოს ფული. მან რუსეთს რა თქმა უნდა გაუღო კარები, უთხრა მობრძანდითო აქო და კიდევ ერთი უმსხვილესი ბაზარი გახსნა რუსეთის სახით. დღეს UFC-ის ორგანიზაცია არის შეფასებული $20 მილიარდ და ეს ბიუჯეტი აი ყოველ წამს იზრდება. და ეს ყველაფერი შექმნა ადამიანმა, რომელსაც არც განათლება ჰქონდა და არც ფული ჰქონდა. მოკლედ დანა ვაითი არის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კრეატიული ადამიანი. მე კიდევ ამ სიტყვებით გემშვიდობებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო იქნება მოტივაციის წყარო იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს თავისი საქმის გახსნას.